მოგესალმებით ჩემი არხის გამომწერებო და მაყურებლებო. Როგორც შეგპირდით, შემოკარგებო, მინდა შემოგთავაზოთ ვიდეო არქივიდან, რომელიც ეძღვნება დავით გარეჯის ნაწილის გასხვისების ისტორიას, რომელიც მოხდა 5 წლის წინ ჩვენი მოღალატე ხელისუფლების და უამრავი სხვა მოღალატე ადამიანების ჩართულობით. მაშინ ზუსტად ესეთი მძიმე ფონი იდგა ქვეყანაში დავით გარეჯთან დაკავშირებით, რომლის გამოყენებაც სცადა არაერთმა პოლიტიკურმა პარტიამ და თვითონ ხელისუფლებამაც კი. მაშინ ჩვენ ვიყავით შეკრებილი საპატრიარქოსთან და ვითხოვდით, რომ წმინდა სინოდს გაეკეთებია განცხადება დავით გარეჯთან დაკავშირებით და უარყოფა გაეკეთებია ჯაღმაიძის დღესდღეობით კიდევ მოქმედი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებისთვის, რომელიც ამბობდა, რომ დავით გარეჯი საქართველოს არ არის. მოკლედ, მოვლენები არის თითქმის იდენტური, მაშინაც ქართული მიწის გადაცემაზე იყო საქმე, დღესაც ქართული მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით არის საქმე. ხელისუფლება იგივე სტრატეგიით მოქმედებს, ახდენს ცდილობს, რომ დაშალოს მუხტი საზოგადოებაში, მოახდინოს მარგინალიზაცია პროტესტის და საერთო ჯამში ჩვენ შედეგი მივიღოთ ის შედეგი, რა შედეგიც არის სამწუხაროდ დღესდღეობით დამდგარი დავით გარეჯთან დაკავშირებით, რადგან ჩვენი მესაზღვრეები იქიდან ჩამოსული არიან, დგანან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები და აზერბაიჯანულმა მხარემ გაიყვანა გზა, კვალი და დავით გარეჯის წმინდა მემკვიდრეობა გამოაცხადა ალბანეთის კულტურულ მემკვიდრეობად და უარყო, რა თქმა უნდა, მისი საქართველოს საკუთრება. აქედან გამომდინარე, მე მინდა დღეს საზოგადოებას უთხრა, რომ იყვნენ ისინი ფხიზლად, ჩვენი ვიზიტი და მოთხოვნა საპატრიარქოსთან გაეკეთებიათ მათ შესაბამისი განცხადება, არაფერს სხვას არ ემსახურებდა არც მაშინ და არც დღეს. გარდა იმისა, რომ საქართველოში ქართველი ერის და საქართველოს ინტერესები იყოს დაცული მყარად და ასეთ საკითხებზე ერი და ბერი იყოს ერთიანი, რადგან საქმე ეხება ჩვენ სამშობლოს, ჩვენი წინაპრების სისხლით მორწყულ მიწას, რომელიც ღვთისმშობლის წილხვედრი არის. მოკლედ, ბევრს აღარ გავაგრძელებ, თქვენ თვითონ ნახეთ ამ 5 წლის წინანდელი მოვლენები, განწყობები, დამოკიდებულება, ძალიან ბევრმა ნაძირალამ ეს აქცია შემდეგ გამარგინალიზებას სცადეს ამ ყველაფრის და მე პირადად დამაბრალეს, რა ვიცი, ეკლესიის მტრობა, პატრიარქიის მტრობა და სხვა ათასი სიბინძურეები, როგორც ჩვევიათ, ესეც სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ჭორების გამავრცელებელი საზოგადოების მიერ იქნა გავრცელებული და სინამდვილეში კი როგორ იყო ეს ყველაფერი, შეგიძლიათ თქვენ ახლა იხილოთ სრულად მიმდინარე მოვლენები, რას ემსახურებოდა ეს აქცია და მინდა გითხრათ, რომ დღესაც 5 წლის შემდეგ ანალოგიური ხელწერით ხელისუფლება ცდილობს იგნორირება გაუკეთოს სახალხო პროტესტს, თითქოს ეს არავის არ აღელვებს, თითქოს ეს არავის არ აინტერესებს და სამწუხაროდ ისეთი ყანდურები, როგორც არის იაკობი და კიდე სხვა და სხვა, რომლებიც ხელისუფლებას მხარს უჭერენ უბედურების გეგმაში, ქართველი ერის განადგურების გეგმაში, ცდილობენ მაქსიმალურად დისტანცირდნენ ამ ყველაფრიდან და სინოდი და ეკლესიასაც, რომლის სახელითაც ისინი გველაპარაკებიან, მოიხსნა პასუხისმგებლობა. იქნება ანაფორიანი, იქნება უანაფორო, იქნება სამხედრო ფორმაში, პოლიციის ფორმაში, უბრალო მოქალაქე ამ ქვეყანაში დაბადებულს, გაზრდის და ყველა ამ ქვეყნის შვილს თავის წილი პასუხისმგებლობა გააჩნია საკუთარ სამშობლოსთან და საკუთარ ერთან და ისტორია ჩვენ ყველას აგვსჯის და გვაჩვენებს ისტორიის სწორ მხარეს დგომა რა იყო და არასწორ მხარეს დგომა რა იყო. მოკლედ, ახლა ყოველგვარი ისედაც ვრცელი მიმართვა გამომივიდა, გავიხსენოთ 5 წლის წინანდელი მოვლენები და ვინ რა როლი ითამაშა მაშინ დავით გარეჯის გადაცემაში. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, კარგად გრძანდებოდეთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მეგობრებო, ველოდებით
პატრიარქთან შეხვედრას როგორც გვითხრეს, რომ შესაძლებელი გახდება, რომ პატრიარქს შევხვდეთ და ჩვენც მეტი არაფერი სურვილი არ გვამოძრავებს, არანაირი სურვილი არ აქვს ჩვენ შევხვდეთ ან იაკობს, მამა იაკობს, ან ანდრია ჯაღმაიძეს, ან შორენა თეთრუაშვილს, ან ასე შემდეგ. ჩვენ გვაქვს ერთადერთი სურვილი შევხვდეთ ჩვენ სულიერ მამას, პატრიარქს და ნახოთ ალბათ უკი იქნება ეს მოხერხებადი, იმიტომ რომ როდესაც საქმეზე მიდგება და ეხება გარეჯის თემას და ესეთი სიკვდილის სიცოცხლის თემა არის, მაშინ მე მგონი პრობლემა არ უნდა იყოს, იმედია ჩვენი პატრიარქი კარგათაა, ჯანმრთელადაა და შეძლებს ჩვენთან შეხვედრას. ველოდებით. მოთხოვნები როგორც გითხარით. როგორც გავაჟღერეთ, ის არის რომ გააკეთოს საპატრიარქომ და წმინდა სინოდმა მკაფიო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აბსოლუტურად ყველა ტაძარი და ყველა მონასტერი, რომელიც დავითგარეჯში მდებარეობს, ეკუთვნის საქართველოს. რა სიტყვი? ანზორ ფორჩხიძე, ქართული მარშის ერთ-ერთი ლიდერი. მოგესალმებით, მეგობრებო. ჩვენ შევიტანეთ განცხადება. ხმამაღლა ცოტა საპატრიარქოში შევიტანეთ განცხადება, რომ ჯაღმაიძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ თითქოს და აზერბაიჯანის ტერიტორია არის ერთუბანი, ჩიჩქეტური და უდამის მონასტერი და ეკუთვნის არის რელიგიური კუთვნებას და კულტურული კუთვნებას აზერბაიჯანის და ჩვენ არ დაუშვებთ ამ ანტიმართლმადიდებლურ და მოღალატეობრივ განცხადებებს, რომ გაკეთდეს საპატრიარქო. კარგი, ეს ადამიანები არიან უბრალოდ მოღალატეები. ერო რა სიტყვი შენ? რა უნდა ვთქვა? წარმოვიდგინე საზოგადოებას. გელა ბერვაშვილი, ქართული მარშის წევრი. გამარჯობა, ჩემო კარგებო. არაფერი ჩვეულებრივი გასაკვირია, გასაკვირია, დაჟე გაბრაზებასაც ვერ ვასწრებთ იმ დონეზე გვიკვირს, იმიტომ რომ სასულიერო პირის წეღანაც ვიძახოდი იმას, რომ ნებისმიერ წმინდა ადგილას მოლოცვა სასულიერო პირის არის რაღაცა ძალიან ზებუნებრივი, არაბუნებრივი, უბრალოდ და ეფერებიან ყველა წმინდა ადგილს, არა მარტო საქართველოში. ხო და წარმოიდგინეთ ჩვენივე სასულიერო პირი, ქართველი სასულიერო პირი რომ გააყოფს დავითგარეჯს ერთმთლიან დიდ ორგანიზმს, გააყოფს და იტყვის რომ ის სასულიერო პირისგან არის ეს ძალიან გასაკვირი, გასაბრაზებელი და გასაპროტესტებელი თორე ნაცებიც იზახოდნენ ზუსტად წეღან შენ თქვი ერმილე. კი, ნაციონალური მოძრაობის ენით მე გველაპარაკე. და მე წინამძღვარი მამა კირიონი გამოვიდა და თქვა რომ ეს როგორ შეიძლებაო კაცო უპასუხისმგებლო ლაპარაკიო. წარმოიდგინე მამა კირიონმა მაშინ სახელმწიფო სტრუქტურას მიმართა, ანუ სამინისტროს მიმართა, რომ ეგრე ნუილაპარაკებთ და იმისთვის რა ძნელი იქნება ახლა სასულიერო მაღალი იერარქიისგან ესეთი განცხადების მოსმენა. ეს არის ჩემი პოზიცია, ჩემო ერმილე და არ ვიცი ამას, თან სურიან ჩვენ მამაოებს სურიან, ჩვენ თბილ მამაოებს სურიან დისკრედიტაცია მიდის ჩვენი დედა ეკლესიის. დისკრედიტაცია მიდის ჩემო ერმილე ჩვენი ეკლესიის. დედა ეკლესიის, იმიტომ რომ ბევრი და უმრავლესობა ყავს თბილი და თბილი მამაოები, ჩემი მამაოები და თქვენი მამაოებიდან დაწყებული. დავითგარეჯის და იმათ ეს ყველაფერი მე ჩვენი მავანი და მავანი ჩვენი მტერი ამას ყველას ერთ ქვაბში ხარშავს, რომ მამაოები როგორები არიან. არ მინდა რომ ესე იყოს. ამას ვაპროტესტებს ქართული მარში. ბატონო. ბექა, შენ რა გთხოვე ჟურნალისტებმა საერთოდ ასეთ თემაზე იციან მოსევა და ერთი ტელევიზია იყო მოსული მხოლოდ, ხო? მიუხედავად იმისა, ყველა საქმის კურსში იყო თავიდან ბოლომდე. ეს დიდი იყო, მაგრამ რა თქმა უნდა, ეხლა ეტყობა ჯაღმაიძეს ფარავენ და უკეთებენ ფარვას და ჯერ მე რა მაინტერესებს, რესტორანი შანგრელა, აქ საპატრიარქო, ჩვენი მისვლა ჭიშკრამდე არ შეიძლება და აქ თურმე ტაშფანდური შეიძლება საპატრიარქოს. ცოტა ხმამაღლა ცუდად ისმის, რა გითხრეს, რა უნდა და ჟურნალისტებს? ხო, რა იკითხეს, ასო პროტესტებით, ჩვენ ვაპროტესტებთ ანდრია ჯაღმაიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ აზერბაიჯანის მხარესთან არ დავთ
ლაიბოს მონასტერზე, რომ ჩვენ ბართან გავთ ჩიშკიტის კოშკზე. ესაც არ არის, მომას შევახსენე რომ როგორც ჩიშკიტის კოშკი, ასევე ვერტუბის მონასტერი არის დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი. ხოლო დავითგარეჯი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, საქართველოს კულტურის განუყოფელი ნაწილი და ასეთი განცხადებები ამოკეთებულის სასულიერო მithumetes და როდესაც პატრიარქი ამბობს ერთს და ჯაღმაიძე ამბობს მეორეს. ხო და აუცილებლად მაგის ხასიათება მარჩევთ მსგავს განცხადების გაკეთებისას, რადგან ეს აყენებს პირდაპირ ზიანს სახელმწიფო ინტერესებს. ძალიან კარგი, მადლობა ბექა. გიორგი, შენ რას იქ? მივესალმები ჩვენ ლაივ მაყურებელს. ეს რაც ხდება, მე მგონი ახალი დაწყებული არ უნდა იყოს და იმის მაგივრად რომ ეს ტერიტორიული ოკუპაცია შევაჩეროთ, რასაც ქვია. პირიქით ჩვენი ხელისუფლება და აქ საპატრიარქოში მოკალათებული რამოდენიმე რუხი კარდინალი ცოტა ხმამაღლაო არის. კარდინალად წოდებული ადამიანები ცდილობენ იმას, რომ აზერბაიჯანულ მხარეს მისცონ ის უსასყიდლოდ ის ტერიტორიები, რომელიც ამდენი საუკუნის განმავლობაში ჩამონათვალიდან ჩიხტიტური, აღდგომის მონასტერი, ვერტუბანი იყო საქართველოსი და იქნება კიდე საქართველოსი, სანამ საქართველოს იარსებებს დედამიწის ზურგზე და მოუწოდებ ჩვენ თხოვნაა რომ ჩვენ აქ მოვურის რომ მოუწოდოთ რომ შეაჩერონ ეს ოკუპაცია რათა არ განმეორდეს კიდე ბევრი ჩვენი ეკლესია მონასტრების რასაც ქვია მიტაცება და ერთადერთი სათხოვარი აქ ის არის რომ პატრიარქმა უბრალოდ ნახოს ეს ყველაფერი და უთხრას რომ არ შეიძლება ეს ასე და ასე და ასე შემდეგ და კიდე მე მინდა აი იმ რესტორანზე გავამახვილო ყურადღება რომელიც აი აქ საპატრიარქოს გვერდი ირანელების არაბების და სიმართლედ გაინტერესოთ ერთგვარი საროსკიპო აქვს მოწყობილი აი იქეთ კაზინო ერთგვარი საროსკიპოა რომელიც ჩვენ უწმინდეს და უნეტარეს წმინდა სინოდი ამ შენობაში აკეთარი და რაღაც 5 მეტრში არის აი ეს ბუნაგი გარყვნილების ბუნაგი მოსაშორებელი და ჩვენი მთავრობას ალბათ ზინავს თუ არ უნდა ამაზე ყური შეიბერტყონ უბრალოდ მე მინდა გულანთებულ ქართველებს მოუწოდო რომ ნუ დაჯდებით სახში და ამოვიღოთ ხა ეს ჩვენ შვილებზე მოქმედებს ჩვენი შვილების მომავალზე მოქმედებს აი ეგ ვინც ჩამოუწვლა აქ რო შეხედოთ არიან საქართველოს მოქალაქეები რომელიც ქალბატონმა წულუკიანმა ყვითელი ბარათებით ურიგა ამ უჯიშუებს ამ გადამთიელებს საქართველოს მოქალაქეობები და ეს ადამიანები ყიდულობენ აქ სახლებს კორპუსებს ჩამოდიან შვილები შვილიშვილები და ასე შემდეგ სულ რამოდენიმე ხანში აი მერწმუნეთ მეგობრებო ადამიანებო სულ რამოდენიმე ხალხში ქართველები უმცირესობაში აღმოჩნდება და ქართველი ადამიანი უბრალოდ მოსერული იქნება ირანელისთვის, არაბისთვის, თურქისთვის ექსპონანტად საჩვენებელი. ეხლა მე როგორც ქვემო ქართლში მაცხოვრები ქვემო ქართლის რეგიონი ასე გითხრათ, ასე გეტყვით რომ უმცირესობაში ვართ ქართველები. და მე მინდა გითხრათ რომ მეჩეთები შენდება, იმხელა მეჩეთები შენდება რომ მალე სამებაზე დიდი მეჩეთებიც უკვე დაიწყეს მშენებლობები და თუ შეიძლება ეხლა ჩვენმა ამ საპატრიარქომ ამ ჩვენმა ხელისუფლებამ არ რაღაც განცხადება გააკეთოს ან შეაჩეროს ეს ოკუპაცია მაშინ თუ ხმლებით და შუბებით გვეუბნებიან ეხლა ფულით გვეუბნებიან და ნუ გავიყიდებით ქართველებო ამ ფულზე და ამ სიხარბეზე რომ ჩვენ მომავალ თაობას დაუტოვოთ ის რაც აქამდე ჩვენმა მომავალმა თაობამ დაგვიტოვა მე მეც ვეღარ დავუმატებ. დიდი მადლობა გიორგი. დიდი მადლობა. აი რას გვეუბნებიან და გვეუბნებიან რომ პატრიარქთან გვარდება შეხვედრის საკითხი. ველოდებით, თუმცა რამდენად მოგვარდება? ქართული მარშის წევრები აქ არიან. ახლა მე მინდა აი ქართულს გავესაურო, ის არ არის ქართული მარშის წევრი, თუმცა აქტიური მხარდამჭერი არის ჩვენი გულშემატკივარი. შალვა, ბატონო შალვა, რა სიტყოდით ამ ყველაფერთან დაკავშირებით? თქვენ კარგად ერკვევით თეოლოგიაში, კარგად იცით ზეპირად იცით ძეგლისდება დიდი ჯულის კანონი და თუ შეიძლება ორი სიტყვა კომპეტენტური ადამიანიდან მაინტერესებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ცოტა ხმამაღლა ცოტა ერმინე ენაცო. ყველაზე მეტად იცი მე რატომ წდება გული? ნუ თუ იმისთვის ეწამნენ ასე სასტიკად. რაჟდენ პირველ მოწამე თუ ევსტაქი მცხეთელი. გობრონი თუ კონსტანტინე კახი. წმინდა აბო თუ შუშანა. ნუ თუ იმიტომ განაკვირვეს. თვით გურმან ყრუც კი არგვეთის არისთავებმა, ძმებმა ხეიძეებმა, დავითმა და კონსტანტინომ. ნუ თუ იმისთვის შეეწირა
1227 წელს 100,000 თბილისელის სიცოცხლე ჯალალედინის, ხოლო შემდეგ 1616 წელს 6,000 გარეჯელი ბერი შაჰაბაძის ჯალათების מחვილებს. ნუ თუ იმისთვის ჩაწვეს ქვაფთახევის მონასტერში თემურლენგის მიზანტროფებმა ასობით ბერმობაზონი 1387 წელს მეორე ლაშქრობის დროს. ნუ თუ იმისთვის მიიტანა თავისი სიცოცხლე მსხვერპლად დემეტრე მეორე თავდადებულმა 1299 წელს. ნუ თუ იმისთვის დაგლიჯეს ჩვენი ნეტარი დედოფლის ქეთევანის ღვთაებრივი სხეული, რომ დღეს ქრისტიანობის თავარ ციტადელში შორენა თეთრუაშვილი და ვიღაც ჟაღმაიძე ბატონობდა. ნუ ეს უკვე ყოველად წარმოუდგენელი რაღაცა. ხვდებით რასაც ვიძახი. ჩემთვის, აი კიდევ თუ შეიძლება ორი სიტყვით გეტყვი. ზანეთ. ჩემთვის როგორც ქართველისათვის ყოველთვის იწევდა ძალიან დიდ შეშფოთებას და რაღაც გაკვირვებასაც კი ის პათოლოგიური დაჟინება და პრინციპულობა, რომლითაც სოფლიოს დღევანდელი ერთიანი წესრიგის მესუურები, ერთიანი მსოფლიო წესრიგის ბრძანებლები ცდილობენ ჩვენი ესოდე მცირერიცხოვანი, მაგრამ ამავდროულად უდიდესი გმირული ისტორიული წარსულის მქონე. უმდიდრესი მრავალსაუკუნოვანი კულტურის მემკვიდრე, უაღრესად ამაღლებული ტრადიციებისა და წესშოულებების მატარებელი, გმირი გულადი ქართველი ერისაგან მიიღო, შექმნა ყოვლად უუფლებო, მორჩილი, წმენა დაკარგული, ჯულწართმეული, უსახო, უსქესო სამოქალაქო საზოგადოება. მებადებოდა ლოგიკური შეკითხვა, რითი დავიმსახურეთ, რატო გავხდით მსოფლიო მბრძანებლების ასეთი მაღალი ყურადღების ღირსი? პასუხი: მიზეზი ჩვენს ისტორიულ წარსულში უნდა ვეძებოთ. მიზეზი რომ სწორედ ის არის, რომ ზუსტად ქრისტიანული მართლმადიდებელი რელიგია, ქრისტეს ჯული წარმოადგენდა ჩვენი ერის რეალურად, ისტორიულად წარმოადგენდა ჩვენი ერის თვითყობადობის საფუძველს, მის უმთავრეს სულიერ ღირებულებას. ამიტომაც უფლის წმენა, უფლის წესი ჩვენი შინაგანი მრწამსისა და ცხოვრების წესის უპირობო განსაზღვრელი ფაქტორი იყო ყოველთვის. ამიტომაც ჩვენში, ქართველებში სულიერი ყოველთვის განუხროლა დაკონოდა. ამიტომ ითვლებოდა ქართველობა და ქრისტიანობა ერთი და იგივე. ეს განუყოფელი იყო შემდეგ, დრო არ არის. ქართველი კაცისათვის საზოგადო ეროვნულზე ყოველთვის განუზომლად მაღლა ედგა. უკვე გასაგებია თუ ასეთი უტეხინებისა და ამაღლებული სულის ერის გატეხვა შეძლეს მსოფლიოს დღევანდელმა ბრძანებლებმა, ეს იქნება უაღრესად წარმატებული ექსპერიმენტი მსოფლიოს დანარჩენი ერების გატეხვის, ერთია მსოფლიო წესრიგზე მასი დამორჩილების გლობალური პროექტის ფარგლებზე. სწორედ ამიტომ ჩვენზე, ქართველებზე, ჩვენ ჯიშზე და ჯილახზე, როგორც ლაბორატორიის მირთხებზე ატარებენ ასეთი გულმოდგინებით ვაირო წარმატებით ჩნდება საერთაშორისო მასონური დარბაზები. და ამას წინ უნდა აღუდგეს მთელი ჭეშმარიტი ქართველი ერი. რაღაცა მინდა, დიდი მადლობა შალვა. ბევრია რაღაცები მინდა გითხრა, უბრალოდ შეგეკითხო როგორც თეოლოგიაში კარგად გარკვეულ ადამიანს. პირველ რიგში რიტორიკულად რაღაცნაირად ისე მინდა გითხრა, აი ანდრია ჯაღმაიძე ჩვენ წარსულიდან ვის შეადარებით. აი ჩვენ ხო არსებობდა აი თუნდაც ისეთი უსინდისო სასულიერო პირები, რომლებმაც მაგალითად ვახტანგ გორგასას სვირბირში დაარტყა წიხლი. აი მაგალითად სოლომონ პირველი იმის გამო ტყვეთა გაყიდვა აკრძალა, მე მგონი სამეგრელოს მიტროპოლიტი იყო, რომელმაც წყევლას შეაჩვენა და დაწყევლა ჩვენი. ხო, ერთადერთი აი რაღაც გავს არა? რაღაცა ოდნავ გაიაროს, მაგრამ პირადად აი ჩვენ რაც კი მოგვისმენთ, ჩვენ ვიყავით ერთად გახსოვს ადამიანის უფლებათა და დაცვის კომიტეტის სხდომას. იქ ბრძანდებოდა ჯაღმაიძე. ხო, ჯაღმაიძე. ჩვეულებრივად მხარე იყო და თანაც მხარე იყო განა ქრისტეს ჯულის დაცვის, არამედ პირიქით ქრისტეს ჯულის განადგურების და მოდი მოუწოდებ ჯაღმაიძეს. ღია ეთერში ხო არის არქიმანდრიტი მარტო დიდი ჯულის კანონით ვესაუბრები, საკუთარ სიტყვას არც ეს არ ვიტყვი. შევხვდე ეს კიდე მოიყვანო შორენა, შევხვდეთ მე და ან თქვენ ნებისმიერი და ვისაუბროთ დიდი ჯულის კანონი. და თუ არ დავამტკიცებთ რომ მათ არავითარი კავშირი არ აქვს ქრისტიანობასთან, ხო? ნუ აგიწევია ხელები. დიდი ჯულის კანონით რომ მიყვეთ, მაშინ წვერი უნდა გავპარსოთ, ქუსლები დავაჭრათ და
არა, დიდი რჯულის კანონი ჯერეთი რაც შეეხება პეტრეცაავას ამ ბრალდებას უწმინდესა. ჯერეთი ყველანაირად უნდა ყოფილიყო გამკვეთა და შეჩვენება, იმიტომ ეს იმდენად დიდი ცოდვაა უწმინდესი ასეთი ძიმეცოდის დაბრალება, რომ იქ მარტო შეჩერება უფლებამოსილების დიდი რჯულის კანონი ამას არ ითვალისწინებს. ის უნდა ყოფილიყო გამკვეთილი და შეჩვენებული. ცალმხრივად, სხვანაირად ეჭვებით შეიძლება კი აწყობთ, მაგათ ჭიშკილზე ისხდება პირიქით წყალი. კარგად გამიგეთ. ეს არის სოდომისტური ცოდვა. აი, უბრალოდ პატარა მაგალითს მოვიყვან დიდი რჯულის კანონიდან. ქართულ ენაზე შეიძლება არც იციან, რომ დიდი რჯულის კანონი ქართულ ენაზე დაწერილი ერთადერთი არის რუის ურბნისის კრების ძეგლის წერა შესავალი და 19 კანონი. მე-18 კანონი იწყება ასე, რომელიც კითხვა დაიწყო ვითომ. ღვთის გამამწარებელი უბილწესის საძევლობა სოდომელს სოდვა, არ ვიცით საიდან შეეთვისა ამ მოდმას. მას უ გააუცხოვა ის და ჩამოაშორა ღვთისაგან, ვისთანაც მან განსასვლელებელი პოვა, მათთვის ვადგეს შემდეგს. მრავალგზით, მრავალი მოდმის მიერ, მრავალი და ურიცხვით სოდვა ყოფილა ჩადონილი, როგორიცაა მტრობა, შურის, ჩიზულური, კაცის ბრუშობა, ბოლოს ყველა ბოროტების საწყისი. კერტსახურება და თაყვანისცემის გადატანა დამბადებლიდან დაბადებულთან მიმართ, მაგრამ არც ერთი ამის გამო არ აღელვებულა აუღელვებელი ღმერთი, როგორც თვითონ უთხრა აბრამს. სოდომისა და გომორის ღაღადება მოვიდა ჩემამდე და ჩამოვედი სანახავად არის თუ არა მათი ღაღადებისაბრ მათი საქმეებიო. წარმოიდგინე, ყველაფრის დამნახავმა და სვენელმა უფალმა თავის ყურებს, თვალებს არ დაუჭერა და ჩამოვიდა და ადგილზე შეეკითხა აბრამს. მართლა ასია, ეს დაუჯე პირველად მოხდა ასე თავისი სახით გამოცხადება უფლის. სოდომ გომორის ხო და ახლა და როგორ შეიძლება ახლა ჩვენ დავაბრალოთ ვინმე მოკვდავს, რომ უყვარდა ადამიანები ვიდრე უფალს, რომელმაც თვითონ შექმნა ადამიანი და ცეცხლით დაწვა. საკითხული აქ ახლა საინტერესოა ჯაღმაიძეს, მამა პეტრეს და ამათ ესა? მამა პეტრე რო იქაჩემ? ამა ფულის კედების არა. სხვადასხვა მამა პეტრე თეოლოგიაში ის თეოლოგია, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ხანდახან საუბრობე პროფესიონალიო. მე პროფესიონალი და პრინციპული მაშინ მინდა თუ ის ჩემს და ქართულ საქმეს აკეთებს, თორე ერი თუ არის ის, რაც უფრო პროფესიონალი და პრინციპულია, უფრო საჟიშია. თემბრული ის შესანიშნავი სარდალი იყო, მაგრამ ვაქო კაცო, მე ის რვალაშრობა მომისყო და გამინადგურა საქართველო. არა, ჯაღმაიძესა და მაგას შორის განსხვავება ის არის, რომ იმას ჯულის კანონი სადავისო დიცის, მაგრამ განა ქრისტეს ჯულის გასაძლიერებლად იყენებს. პირიქით, ქრისტიანობას ერთვის და ერთი რამეს და დავამთავრე. როდესაც ერთი ადამიანი მეორე ადამიანს დანასრულებს. გადამწყვეტი პრინციპული მნიშვნელობა მის ხელშია ეს დანა. რა მიზნით ურტყავს და რა ვითარებაში. თუ ეს არის საოპერაციო დანა, ლანცეტი გამოცდილი ქირურგის ხელშია და პაციენტს აყენებს შილობას, ამით სიცოცხლეს არჩევს. ხოლო თუ მოძალადის ხელშია, სიცოცხლეს სპობს. ამიტომაც ჩვენ აქ მოსული ვართ განა იმისთვის, რომ ქრისტეს ჯუს ვებძვით. პირიქით, ასეთი ჯაღმაიძეები და შორენები და გვინდა რამენერა დავიცვათ ქრისტეს ჯული, რომელმაც გადაარჩინა ჩვენიერი და თქვენ რო თქვით, განუყოფელი იყო, მე მაჯი ქათევანწამებული სიტყვებსაც დავიხმარიებ, ჩემო კეთილო ძმაო, სხეულის გულისათვის ვერ გავჭიდავ ჩემ უკტავს სულს, რომელსაც ქრისტიანობა და ქართველობა ქვია. სხეული მიწამ, ხოლო და დღეს თუ ხვალ მიწად უნდა იქცეს. ხოლო რაც შეეხება ქრისტიანობას და ქართველობას, რომელიც ჩემში ბავშვობიდან ჩასახლებულა, უკტავია მარადიული და მისი სიკვდილი არც ხელმწიფეს ძალუს და არც მის სრულხთაებას. დიდი მადლობა ბატონოშალვა. პროფესიით ექიმი ძირითადად. გაიხარეთ, ღმერთმა გაგიმართ. კაცის კომისია რო ჩამოვა ეხლა და ჩვენები ეტყვიან, რომ მთლიანად ჩვენია დავით გარეჯი და ისინი რო აგვაფარებენ იმას, რა ქვია, ჯაღმაიძის გამოსვლას და ეტყვიან, რომ თქვენი როგორ არის თქვენი სასულიერო პირი. ახლა რაშია საქმე იცი, მე რო ჩემოძმაო, მე და ბატონი შალვა ვიყავით რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით, სხვათა შორის ბატონ შალვას როგორც წესიერ პატრიოტთან ადამიანს ნერვებმა უტყუნა და უთხრა, რომ თქვენ ხართ ერთი, აქ სოროსელები და ესენი. და გამოვიდა გარეთ და ო დატოვეო აქაობაო და მეც ვიყავი იქ იყო პატიმცემული ჯაღმაიძეს.
წამომიხტა და რას მეუბნება? ეს შენ რა გონიაო, კაცო? შენი საქციელითო. შენ ახლა ეკლესიასო და მასვაიდებლობას იცავო? მე არ ვიცოდი ახლა ყველა ჯვრები კიდია იქ რომ შეხედავ, მაგრამ რავი, შენ ვინახარ თქო? მე საპატრიარქოს წარმომადგენელი ვარ. მაგრამ საპატრიარქოს პოზიცია შენ უნდა დაიცვა. მე ვთხარი ყველა მასონისტია, სიონისტი და თუ ვინმე სოროსია, ყველა აგროზის და წამომესიერ ერთი 90 კაცი მაინც იქ დავჭი მარტო შალვა რო გავიდა რა. მე გავიდა კაცო გამაგდეს. აი ხა ველოდებით ნებისმიერ დებატში გამოგზავნება. დიდი სიამოვნებით. აი ჯაღმაიძე მისი ბანდით დააჯდნენ, ახლა მაინდა-მაინც ბოქსაობაში ვერ მოგვიგებენ, დააჯდნენ და ვისაუბროთ მარტო დიდი რჯულის კანონით. რა არის მატჩი ქრისტიანული? რას გადაუხვიეს ვესაუბროთ, კაცო, ვილაპარაკოთ, ვიდეპატოთ. ნებისმიერ ეთერში, ნებისმიერ დროს. ღამის 4 საათზე გვეთქიან მივალ და ვისაუბროთ. და არ გაგვიყადრებენ ეგ ხალხი ჩვენ თავს. ბიჭო, ახლა ისე მაინტერესებს ახლა ერთი ჯაღმაიძეს მარჯვენაში შემოვარტყა მარცხენას მომიშვიდებს? ჯაღმაიძეს მარჯვენაში შემოვარტყა, მარცხენას მოშვერას არ ვიცი, მაგრამ ისე გლიჯავს. აი ხანი რომ ციხეში მოგვიწევს, ნობა მაგაში დარწმუნებული. სამწუხაროდ ასე არის საქმე და რაო ბიჭებო, არის რამე სიახლე? წავედით ერში. რაო არ გადაწყდა არაფერი? რაო ანზორ? რაო პატრიარქმა ბექას შევიდა, ხო? აი დაველოდოთ აბა ბექას. ერთჯერობით არანაირი პასუხი, უბრალოდ მოლოდინი. ცოტა ხნით რელიგიურ თემებთან დაკავშირებით. ბატონო გური, რას ბრძანებთ თქვენ? ფიგურების ბაქხანალია მათამდობას უძველებ არც ქვეყანას არც საქართველოს. გამოდის რომ 6000 გარეჯელი ბერი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ეწამა. მაგათ ედორჯარა, მაგათ შეეწერა. ისლამ შეეწერა, გური, შენ უშუალო მონაწილე ხარ ამ მოვლენების 1991 წელს, როდესაც ზვიად გამსახურდიან ცხონებულმა ჩვენმა პირველმა და ჯერჯერობით ჩემი აზრით ერთადერთმა კანონიერმა პრეზიდენტმა აღადგინა და მოითხოვა 1921 წლის კონსტიტუცია. 21 წლის კონსტიტუციაში და 21 წლის კონსტიტუციაზე დაყრდნობით საქართველოს და აზერბაიჯანს მოგვარებული ქონდა სასაზღვრო დავა 1920 წლის შეთანხმებით. კი ბატონო. აქედან გამომდინარე არა მარტო დავით გარეჯი და ესა რა ქვია ბორჩალოს მაზრა თუ საინგილო თავიდან ბოლომდე შემოდიოდა საქართველოში და ამაზე აზერბაიჯანს პრეტენზია არ ქონდა. და მე მაინტერესებს თუ კი დღევანდელი ხელისუფლებები არ ცნობენ არანაირ ესე რომ ვთქვათ წარსულს, საბჭოთა წარსულს, რატო ცნობენ საბჭოთა ადმინისტრაციულ საზღვრებს და რატო არ ცნობენ პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციას და შეთანხმებებს. რატო არა ვართ ამ ყველაფერს ზვიად გამსახურდიას ჩამოგდების ერთ-ერთი მოტივი ესეც ხო არის. რომოვიდა პოჩი საფუძველობით რომოვიდა პოჩი, რომელიც ამერიკისა და რუსეთის სპეცსაზღვრო დახმარებით მოდა გადატრიალება იმდენად კიდევ ამ შევარდაძის ბანდამ გააუქმეს ის კონსტიტუციური მუხლი ძალადობით დაღადგინეს ისეთი მუქმესა დაკარგული კონდა აფხაზეთის არ შედიოდა მათ ქვეყანაში აღადგინეს ის ყველაზე საერთო კონსტიტუციური დემოკრატია შევარდნაძისეულ ამ დროს როცა ეს ყველაფერი გაუქმდა მიეცა საბაბი აფხაზეთსაც რომ მეტი ძალისხმევით დაგიწყო ბრძოლა და მოგვიძახეს როგორც ყოფილი ასევე ვეძახიან დღეს ჟურნალისტების და მთავრობად სამხრეთ ოსეთი იგივე სამაჩაბლოს რეგიონში. მიაღწიეს საბოლოო ჯამში მიაღწიეს იმას რომ საქართველოს იურისდიქციიდან გაიყვანეს. მიაღწევია იმ კონსტიტუციურმა ძალამ ამ წითელმა ინტელიგენციამ რომელსაც არ აწყობთ არ დამოკიდებულა საქართველოს არც მათემატიკობა არც ქართველიერი. გური, აი ეს წითელი ინტელიგენცია ახლა რატო დუმს როცა საქმე დავით გარეთს ეხება. წითელი და ცისფერი ინტელიგენცია. მაგათი ყოფილი ახლა არ არიან აღშფოთებულები? არიან სავსეს სალაპოს ეძახმე პარლამენტს ხوانდეს საგანო და მთავრობას სავსია გაწეცკილია. სადა ქეთი დოლიძე, ლანა ღოღობერიძე, სადა ბუვაკი კავიძე, გაცემით და მაგათ შულებით. ეს ხაინდრავები, ბერძენის შულები ეს
ხვარცოლი, ხიდალაშელები და ესენი სოხოლა არიან მაგათი ის მეორე ჩაცავდა წავდა ქვეყანაში და მეორე კიდე წავა მალე, მაგრამ ქვეყანას ამით არაფერი შეიძლება. რომ იმდენი დაუშავეს თაობების გასაწმენდია მაგ ყველაფერი. გაიხარე, დიდი მადლობა. მაია, ჩვენი აფხაზეთის ომის ვეტერანი ქალბატონი. რა სიტყვი მაია, უბრძოლად კარგავთ დავით გარეჯს. კარგავთ. აფხაზეთი არ დაგვიკარგია უბრძოლველად. დავით გარეჯს ჩვენ მეომრებს არ დაგვიკარგია არაფერი. ჩვენ ვიბრძოლეთ უომოდ ისე ის იყო პროპაგანდა და ის უბედურება, პოლიტიკამ დაკარგა ეს აფხაზეთი. რომ არ ხალხს არ დაუკარგა. არც აფხაზეთი და არც ამაჩამი. მაგრამ დავით გარეჯს რაც შეეხება ცოცხალი დავით ჩვენ ამას არ დავდო. ეს ვისი გადაწყვეტილებაა, ვის რა მოუატავი. აზრად ჯაღმაიძე იქნება ეს თუ ვინ იქნება ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. სიცოცხლის ბოლომდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ჩვენი მამაპაპის დაღვრილი სისხლი უქმად არავინ არაფრით რომ არ გაგვიქროს ჩვენი ქართული. დიდი მადლობა მაია. აფხაზეთის ომის მონაწილე, დაჭრილი რამდენჯერ? ორჯერ. გაიხარ. ჩვენი მაია წნეთელი. დასაცავია, ნამდვილად დასაცავია. აქ. მოკლედ ჯერჯერობით არანაირი მხოლოდ მოლოდინის რეჟიმში ვარ და კარგი, დაველოდებით. ალბათ თავს აღარ მოგაწყეთ ჩემი ლაივით. დაგემშვიდობებით, კარგად გზამდებოდეთ და გაგაგებიათ ყველაფერს. ვართ მოლოდინში. დავით გარეჯი იყო, არის და იქნება საქართველოს.